წავიდეთ. ახლა მივდივართ ერთ ძალიან საინტერესო ადამიანთან სტუმრად. ძალიან დიდ სახელთან და გვართან. არაჩვეულებრივი ადამიანი, ყველასთვის საამაყო, საყვარელი, ლეგენდაა უკვე. არა მხოლოდ თავის პროფესიაში. ხო, აი ეს სხვა ადამიანურადაც ლეგენდაა უკვე და მართლა ძალიან დიდი პერსონა აღმოჩნდა არა მხოლოდ სცენაზე, ცხოვრებაშიც, კაცობაშიც, ადამიანობაშიც, მხარდაჭერაშიც, გვერდით დგომაშიც. და რაც ყველაზე მთავარი ის აღმოჩნდა მებრძოლი თავისი სამშობლოსთვის წარმატებული ადამიანები ბევრი ყავს ამ ქვეყანას, მაგრამ აი ესეთი გულანთებული პატრიოტი და მებრძოლი რაც თავი და დაუღალავი. ბევრი არა, წავიდეთ. ყველაზე ადამიანურ VIP პერსონას უწოდებენ მსოფლიოს დიდ სცენებზე. აბა საით მივდივართ? სხვათა შორის პოლიციამ კარგად იცის მისი სახლი, ჩვენ არ ვიცი, ჟურნალისტები არ არიან განაპირობებულები. როგორ ჯანჯორი ხე გილოცავთ? ეს ჩემიშვილის სახლია ეს? ეს ის არ არის, სადაც ჯარიმები მოაქვს? არა, ეს არა. აქაც მოაქვს, მაგრამ ჩემთვის არა. ანუ უცხო ზარები თქვენთვის აქ არ არის. გილოცავთ ხარებას. სულ კარგი ამბები გვეხარებიო სამის შენ. ხარება დღეს სულ კარგი სტუმრები მიიღოთ და პოლიციას და სამართალთან. ეს არის ჩემი უმცროსი ვაჟი. შუქრი და ლექსო. უმცროსი შვილიშვილი. ეს არის ჩემი შვილიშვილი, ერთი შვილიშვილი პატარა ორი და ერთი კიდე შვილიშვილი მოაეხლა მალე. ეს არის მარიამი. მარიამი რამდენი წლისაა? აი ტელევიზორში რო ხედავთ ბაბუს, მამიკოსაც ხედავთ ეხა ხშირად. რას ფიქრობთ, მოგწონ? ეს უფრო მოგწონს თუ ბაბუ რომ ღეროდა? თუ ორივე? ორივე, ხო? უფროს უნდა სიმღერა ირინას. ირინას უნდა სიმღერა და უკვე მითხრა რომ ირინა მოდი ბაბუ. შენ გინდა სიმღერა რა? ხო, და რა ხმა გაქვს როგორ გონია? სოპრანო ხო? სოპრანო ხო? მე მეკითხები? არა გაქვს სოპრანო, შენ გაქვს მეცო სოპრანო. ო, ეს ხო დაიწყეს. ხმა ბოხი აქვს? ო დავიწყე. მიდება. სულ თქვა იღე, სადა ეხა მოისწავლე. კიდე ერთი. ხოჩა კარგია. და დაბალი კაი ხმა, კაი ესეთი ზამ დიდარი კარგი მეცადინია ბევრი. მან სურვილი გამოთქვა ცოტა ხნის უკან და აი რო იცა იმაცადინეს მე რეგნა დაგპატიშებთ ხოლმე ჩვენ. ხო, პირველი სიმღერა ჩვენთან მაშინ ჩვენ ეთერში ირინკა. რაჯობია სცენაზე ყოფნა. ჯერ კიდე მიუხედავად ჩემი ასაკისა მაქვს გასტროლები. იანვარში 3 კონცერტი გავაუქმე იტალიაში. იმიტომ რომ მე აქედან წასვლა არ შემეძლო. ვერ მოვშორდი რუსთაველს. და ეგრეც არის და საჭიროა ჩემი აქ ყოფნა. ყველანი უნდა ვიყოთ. წდება ჩვენი ბედი ახლა. და იცით რა ძალიან ბევრჯერ გამიგონია ამ ბოლო დროს რომ ხალხი ძალიან აკვირდება ვინ დადის და ვინ არა. და ეხლა თქვენი ყოფნა არ ყოფნა კიდე სხვანაირად ჩანს ვიდრე ჩვეულებრივი. ამ ხელა ცნობადობა, ამ ხელა სიყვარული და მეუბნებიან ხოლმე აქციაზე რომ გავდივართ რომ ხედავთ პაატას და ერთ-ერთი პირველი ვიზეც ამბობენ და ცნობადი სახეები ხან მოდიან, ხან არ მოდიან არის და ეს მონიტორინგი აქვს დაწესებული. ჩვენ ვართ იქ აი ერთი ოჯახი. სახეზე ვიცნობთ ათასობით ადამიანი ერთმანეთს. მე მეცაც გეტყვით იმაში თვალებით გზნობთ უკვე ვინ არის. იმიტომ ყველა პირბადეებშია ყველა რაღაცა ისა აქვს აფარებული აქვს. თვალებში გზნობთ უკვე ვინ არის. ისე რომ ეს ერთი ოჯახია. ეხლა რომელიც ისეთი ხალხია რა არის ციტრუსაუს რა განსაკუთრებული რომ იმდენი ხალხი ყოველთვის არის რომ გადაიკეტოს. აი ეს თუ საჭიროა მოდის უამრავი. სამსახურებითა გაქვთ უკვე ხო? და რა ვიცი ხადახანი ეხლა ერთხელ იყო ისე რომ ცოტა ვერ ვიყავი კარგად. ნუ რამიზეს მოდი ნუ ვიტყვით, წავიდით ჩემ ძღოლთან ერთად, მივედით, გააჩერა მანქანა, ფეხი დავდგე რუსთაველზე, ჩავჯექი მანქანა ეს წავუმრე. მაგრამ მაინც ჩამეთვალა რომ იქ ვიყავი რა.
რა ვქნა ეგრეა. ერთია თქვენ რასაც იღებთ თქვენ თავზე პასუხისმგებლობას დარბევების დროსაც იყავით, მართლა არ მოწყვეტილ ხართ რუსთაველს, მაგრამ აი თქვენი შვილები როცა იქ არიან და მაგ დროს რას გრძნობთ და რა გძნობ, მეგზნობ რომ ეს როგორც ჩემი ვალია იყოფნა, ისე ვალია მათი. მე ხარ ძალით ხوار და ვიყო ამხელა ბიჭებს. თვითონ გძნობენ რომ საჭიროა და ის იქ არიან ორივენი. ორივენი და მე ვთქვი რომ ეს არის ჩვენი ვალი, უნდა გადავუხატოთ ქვეყანას, უნდა ემსახუროს, ხანერთ არ გამოდის ყველა შენ გემსახუროს. შენ უნდა გააკეთო. და სხვანაირად ხო ხედავთ ვინც აყოფს ახლა მთავრობაში. ვითომ მთავრობაში. ეს არის ხუნტა. მე ხუნტას უძახი ამათ. მით უმეტეს ამ ბოლო არჩევნების წინ არჩევნებიც არ იყო ძალიან კარგი, ცუდი იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა იყო უბრალოდ ძალით ხელში ჩაგდება ხელისუფლების და ეხლა მაგრამ მე რა მიხარია იცით რომ ჩვენ აი ამ აქციებით გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ისინი არალეგიტიმები არიან, როგორც შიგნით ქვეყნის, ისე ქვეყნის გარეთ. ანუ ფაქტია რომ გვეუბნებიან რომ ეს ქვეყანა უნდა წავიდეს რუსეთისკენ და თავზე გადაგვახიეს კონსტიტუცია, ჩვენი დასავლური მომავალი, ანუ რეალურად სწორ გზაზე რომ წავსულიყავით, ხო, დღევანდელ სად იქნებოდი და ახლა ბენეფიტები იქნებოდა საქართველოს, ხო, ევროკავშირისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ძალიან ბევრი რაღაცა დავთმეთ დღევანდელი ხელისუფლების გამო. დავთმეთ ჭალებში, დროებით დავთმეთ, მაგრამ ფაქტია რომ ესეც ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი არის. თეა, გადავიდეთ, მე მგონი ბავშვებთან. ყველაფერზე ვილაპარაკოთ. კი ბატონო, რა ზეწკნობა. მე მეკითხებიან ხოლმე ხა რუსთავზე რომ გავდივარ სულ რომ ბატონ პატა რა გვეშველება. მე ვსვენები. ჩვენ კი არა, იმათ რა ეშველებათ. როგორ უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში. საუნე ქუჩა შეგენ ვერ გამოდიან, რესტორან შეგენ, ქორწილს შეგენ ვერ წავდნენ, პანეშუძე შეგენ ვერ წავდნენ. ვერაფერს ვერ იზამენ, დაცვის გარეშე ვერ ივლიან, დაცვაც აღარ ეყოლებათ. აი, დაფიქრდნენ, რა ეშველებათ. ძალიან გვიხარია რა თქვენთან ვერც სტუმრად, მაგრამ გვინდოდა რომ სტუდიაში გვემასპინძლა, მაგრამ ეს დროც მოვა დარწმუნებული ვარ. და მანამდე YouTube-ზე იმისთვის რომ ყველა მიცოდეს რომ ჩვენ ავჩერდებით. ყველანი ემზადებით 9 აპრილისთვის. კაცალზე ვიკრიბებით და 24 საათიანი დიდი აქცია იქნება, ძალიან დიდი. ბატონ პატა, 9 აპრილი ახლა ქართველი ერის ისტორიაში მართლაც გარდამტეხი ეტაპი იყო, მაგრამ აი 36 წელი გავიდა, ხო, სწორად ვითვლი მე მგონი 99 წლიდან. აი ხვალინდელი დღე რამდენად იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული და თუ იქნება რაღაცა ახლის დასაწყისი. ესეთი 9 აპრილი ჩვენ ჯერ არ გქონია 36 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ამ 9 აპრილს ეს არის პირველი 9 აპრილი ჩვენ ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას იმის შემდეგ, რაც ჩვენ უკვე მივიღეთ. ეს არის პირველი, ხელმეორად უნდა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ დღეს ფაქტიურად ჩვენი დამოუკიდებლობა დიდი საფრთხის ქვეშ არის, ძალიან დიდი, ამ თვითმარქვია მთავრობის ხელში. ამიტომაც აუცილებელია და ძალიან კარგად თქვა ჩვენმა პოეტმა, ჯვარცმა და ამაღლება. ეს არის ჯვარცმა არის 99 წლის 9 აპრილი და ამაღლება არის 91 წლის 9 აპრილი, როდესაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ბატონ პატა, თქვენ ბიოგრაფიას მეტნაკლებად საზოგადოება იცნობს, მაგრამ არის თარიღები, რომელიც არასდროს გავიწყდება, სად იყავი იმ დროს, რას აკეთებდი იმ დროს, რა თქვი და რა გააკეთე, რა პოზიცია გქონდა იმ დროს. აი მე არ ვიცნობ პატა ბურჭულაძეს რა თქვა 99 წლის 9 აპრილის შემდეგ, 91 წლის 9 აპრილის მოგვიყევით რა. ზუსტად მახსოვს. ვიყავი მეტროპოლიტენში გასტროლებზე და მოვიდა ჩემთან თეატრის დირექტორი. და მეუბნება რომ საქართველოში მოხდა ეგეთი რამ და ხალხი დაიხოცავ. მე მაშინ უთხარი რომ საქართველოს ის კი არ არის თქვენ როგორია ჯორჯია. საქართველოს ამდელი საქართველოს არის მე უთხარი აი კავკასიაზე ასე შავზღვად. არა, იქ მოხდაო. აი ეს იყო მან მაცნო მე არც ვიცოდი ეს ამბავი. მას შემდეგ მე მომიწია ჩასვლა როგორ არ მახსოვს იმაში შვეიცარიაში, ჰქონდა ისენი და შვეიცარიაში პირდაპირ მიმიწვიეს ტელევიზიაში ამასთან სალაპარაკოთ, ეს არსებობს კიდევაც ამის სატელევიზიო ის და მე გამოვედი მაშინ და ვისაუბრე ზუსტად თუ რა დაგვატყდა თავს ქართველებს. და ამაღლების 9 აპრილზეც ვილაპარაკოთ 91 წლის, უკვე როცა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ზუსტად გამსახურდია. მაშინდელი ემოცია როგორი იყო? ემოცია იყო რაღაც დიდებული, მე მახსოვს მე დაურეკე ზვიაც და მიულოცე და მან დამპატიჟა მე რომ მოდი გახდით ჩვენი გვალი მაგიდის წევრიო. მე ვთხარი მე აცალეთ სიმღერა, მე ვთხარი სიმღერა არის ჩვენი საქმე. და პირდაპირ მომიწვია რომ ყოფილიყავი მისი პარტიის წევრი. ზვიადი მე გავიცანი, ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი. პირველად ადრე ჩვენ მე კოშკში დამპატიჟა მაშინ და მივედით და იქ
გამიმასპინძლა და ჩვენ იმის მერე დავიწყეთ მეგობრობა. მაშინ არ თვლიდით, რომ თქვენი განსაკუთრებული აქტიურობა საჭირო იყო, იმიტომ რომ ეროვნული მოძრაობა იყო თავის პიკში, ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. და თვითმყოფადიც. კი, ნამდვილად და მაშინ არ იყო ეს შეკითხვა, ის კითხვის ნიშნები, რაც დღეს სამწუხაროდ აი დამოუკიდებლობიდან ამდენი წელი 3000 წელი და მეტი გავიდა და ეს მაინც არის ეს კითხვის ნიშნები დღეს. და აი დღევანდელი საზოგადოება და მაშინდელი რო შევადაროთ. აი ის კომუნისტურ ეპოქაშიც კი მაშინდელი ელიტა პირიქით ხალხის გვერდით დადგა და დღეს რატო გახდა პრობლემატური ეს ყველაფერი და როგორ დავუშვით რომ ესეთი ხელისუფლება გვყავს. ცოტა ძნელია მაგას პასუხს გაცემა, მაგრამ ჩემ აზრს გეტყვით რა. ჩემი აზრით რომ მაშინ იმდენად წყუროდა ხალხს თავისუფლება. აი როგორც გალაქტიონის ლექსში დაჭრილიანობის გუნდ წყარო ანკარა. ყველას წყუროდა. ეხლა რო გვაქვს ეს თავისუფლება ვერ ვაფასებთ. ჩვეულებრივი ვერ ვაფასებთ და გონიერ ჩვეულებრივი ამბავია და ამის დაკარგვის შიშიც აღარა გვაქვს. არა და შიში კი არა მოგვადგა კარებს. და ბატონ პატა, ეხლა თქვენი კარიერის ზენიტში ხართ. მიუხედავად იმისა, რომ 70 წელი შეგისრულდათ, დღემდე ძალიან სასურველი მომღერალი ხართ, რომელსაც იწვევენ მსოფლიოს სცენებზე. აი მაშინ უარი თქვით პოლიტიკაზე. მერე იყო თქვენ ცხოვრებაში ეს პოლიტიკაში შესვლის ცდელობა და ეს ეპიზოდი. აი ახლა რას ფიქრობთ? რა საფეხურზე ხართ ახლა? აი მე გეტყვით, რატო შევედი 2016 წელს პოლიტიკაში, რადგან ეგრე დამისვით შეკითხვა. იმიტომ რომ მე აი მაშინ ვიყავი მართლა მე პიკში, ახლა არა ვარ. აი პიკი იყო ცხოვრების აი ყველაზე კარგი პერიოდი რაც ჰქონდა 2016 წელი რომ შემეძლო უკვე წყნარად საჭირო იყო რომ მე ძალიან ბევრი მემღერა ოპერის სცენებზე. მაგრამ მაშინ ვიგზენი რომ ივანიშვილი დაიწყო დაღუპვა ამ ქვეყანაში. აი მართლა ჩაუვარდა ეს ქვეყანა კლანჭებში რაღაც მონსტრს. და აი მაშინ იმიტომ შევქმენი მე პარტია რომ ხალხისთვის მეთქვა რომ ხალხო მოდით აზრზე იღუპება ქვეყანა. ვერ შევძელი რა, ვერ შევძელი. თუმცა ძალიან კარგი ის ქონდა თავიდან ქონდა კარგი რეიტინგი, წავიდით კარგად ყველაფერი, შემდეგ მაინც რა არცით, როცა არ ახარ პოლიტიკაში და გონია რომ პოლიტიკაში არის ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება პატიოსნად იომო არ ყოფილა ეს. აქ პატიოსანი შერკინება არ არის. აქ უნდა ელოდო ზურგში დანას, გვერდზე დანას, ქვეშიდან დანას, ზემოდან დანას. აი ეს უნდა იყურებოდე მარჯვენა მარცხნივ. ამიტომ მე ამის გამოცდილება არ მქონდა. და რო არ მქონდა ეს ზუსტად მასე გამოვიდა რომ მე ბოლომდე ვეღარ მივედით ისე როგორც საჭირო იყო, მაგრამ მე მაინც კარგი ვქენი, იმიტომ მე არ ვნანობ. იმიტომ რომ ხალხი მაინც გამოვაფხიზლეთ ცოტა, იმიტომ რომ 2016 წელს 10 ადამიანიდან 9 ივანიშვილზე იძახდა კარგს და ერთი იძახდა რაც ასაც წარმოადგენს. დღეს არის პირიქით 9 იძახის აუგს და ერთი ვიღაცა და ისეც ალბათ გურწფელი არ არის ვინც ამას იძახის რომ ივანიშვილი ძალიან სიკეთის მომტანია საქართველოს. ბევრი მეუბნება რად გინდოდა, აი მე გიხსნით რა თქინდოდა. მე მინდოდა გამეფრთხილებინა ჩემი ხალხი რომ მათ ელით ძალიან ცუდი მომავალი. აი ბატონო, მომავალი დღეს არის. დღევანდელი ამართა ყველაფერი. დღეს სხვა შორის ხალხი ვინც ბევრი მე წინ ჩემი მეგობრები მყავს. მე წინ ავდებოდა რომ შენი ეგ ნაბიჯი არ უნდა გადაგედგა, დღეს მონება სწორედ ყოფილა. ბატონო პატა, მაშინაც იყო ბევრი კითხვის ნიშანი თქვენს პოლიტიკაში შესვლასთან დაკავშირებით. ზოგი ფიქრობდა რომ ეს იყო ივანიშვილის სურვილი, ზოგი ამბობდა მიშას სურვილი. ანუ ამ სკეპტიკოსებს თუ ეთქვით რამეს, თუ გაგვთქვათ. ყოველთვის ეგრეა, რა უნდა უთხრა? მაქსიმალურად იარონ, ხო ხედავთ არაფერი არ გამ. მე ვერაფერს ვერ ვეთქვი. ყოველთვის რაღაცას ვიღაცა მოგაძახებს. ბატონ პატა, ეხლა ლასკალადან დაიწყეთ თქვენ და კიბეს ნიშნავს ხო ლასკალა და აი საფეხურები ძალიან სწრაფად გაიარეთ პროფესიული. და აი ეს საფეხური და ეს ნაბიჯი, რომელიც გადადგით პოლიტიკაში, ცოტა თქვენ იმდან დისკომფორტის მომტანი ხომ არ იყო, რომ ამიტომ გამოიცვალეთ მალე. აი ეხლა დღეს ისევ თითქოს საზოგადოებრივი ლიდერი გამოჩნდით, აი 31 მარტს ვიხსენებთ, ხო? როდესაც უამრავი ადამიანი შეიკრიბა რეფერენდუმის დღეს და იქ მერე ელოდნენ თქვენს გამოსვლას, მიკროფონი გამოირთო, რა მოხდა ეგ არ ვიცით ზუსტად. და თითქოს გამოჩნდა, რომ პატა ბურჭულაძე არის უკვე საზოგადოებრივი ლიდერი. აი ასე წარმოგიდგენიათ თქვენი თავი? თუ იქნება სხვა ნაბიჯი? მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს არც ერთ ლიდერობაზე. მე მაქვს პრეტენზია ერთ რამეზე, რომ ჩვენ უნდა ყველამ ვაკეთოთ
საქართველოს სასიკეთო საქმე. ახლა გამოჩნდა ისე რომ მე დამეკისრა 8 აპრილი და 9 აპრილის ორგანიზაცია. მე ამ ტურს ვიღებ ჩემ თავზე. დაგეგმილი გქონდათ რომ აი ეს როგორ მოხდა? ჩვენ როგორ იყო როცა სალომე ზურაბიშვილმა და მინდა ხაზი გაუსვა ჩვენმა ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, როდესაც გამოაცხადა ეს ყველაფერი, მე ვიყავ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მივედი იქ და მოვიდა. ჩემი საზრით ის რაც მოხდა იქ არ უნდა მომხდარიყო. მე ძალიან მინდა დავიჯერო რომ ეს სპეციალურად არ იყო გაკეთებული. რას გულისხმობთ? რას გულისხმობდა, როდესაც უძახი მე სალომე ზურაბიშვილი მიყავს ხედულობაში და ეუბნები რომ მოდით, გამოდით, მე სიტყვით გამოვალ და მოვა 100,000 ადამიანი, შეუნდა ისეთი რამე მიმართო რომ ხალხი იყოს კმაყოფილი, ანდა შენ რამე გაქვს სათქმელი. აღმოჩნდა რომ არაფერი სათქმელი არაა. სათქმელი აქვს უბრალოდ რომ აი პლატფორმას ქმნის, რომ ეს პლატფორმა როდესაც რაღაცას გააკეთებს და ჩვენ კიდე ეს გეგმები გვაქვს და მორჩა ამას საუბარს და წავიდა და წაით ახლა სახში უთხრა ხალხს. მე შევატყვი რომ ეს ხალხი რო წასულიყო, უკან აღარ დაბრუნდებოდა, ოკეი, ისე გულაცრუებული და ისეთი და ამიტომაც ჯერ ნადიმი დავინახე სცენაზე ასვლა და მეც ავარდი სცენაზე, გამოგვიწეს მიკროფონები. ნუ უფრო ჩვენ კი არ გამოგვიწეს, უკვე გამორთული იყო მიკროფონები, მოდით ასე ვთქვა. და მაშინ აი იმითი საყვირია თუ რა მიკროფონი თუ. მიკროფონი ჩვენ ვუთხარით რომ მე მაშინ იქ წამოიშვა ეს ამბავი. 8-ში ვიკრიბებით, ვსახავთ გეგმას და არ ვიშლებით. მე ესე ვთქვი. რა მოძრაობა იწყება ხო აი ეს ერთნაირად. მე ესე ვთქვი და ხალხიც ძალიან დიდი ისა მოყვა მხარდაჭერა. მე ვთხარი ახლა ვისაც არ ესმის გადაეცით მეთქი და ზუსტად 5 წუთში მთელმა რუსთაველმა იცოდა რომ 8-ში ვიკრიბებით და არ ვიშლებით. და ახლა ჩვენ 8-ში ვიკრიბებით და 24 საათი არ ვიშლებით. ეხლა 8-ში გამოჩნდება ჩვენ რისი ძალა გვაქვს. აი ასე დაძახებულზე მოვალთ, რა თქმა უნდა 9 აპრილიც მოგეხმარება, იმიტომ რომ ისეთი თარიღია და ნახავთ ახლა ყველაფერი ხა იბადება მე მგონი. აი ყველაფერი სრულდება ოცნებიდან და იბადება რაღაც ახალი რუსთაველზე, იმიტომ რუსთაველი არის ერთი ოჯახი. ერთი ხალხის ოჯახი. აი მე ასე ავიღოთ თქვა რომ მე რო იქ მივდივარ, ჩვენ ერთ ოჯახში ვართ ჩვენ. ისე ვიცნობთ ერთმანეთს, როგორც გითხარით მე თქვენ თვალებით, ყველაფრით ვეხუტებით. ჩვენ ვიცით ერთმანეთის ისა, ვის რამდენი ჯარი მაქვს, ვის ვინ ავად გახდა. თქვენ რამდენი გაქვთ? მე ცოტა მაქვს 6 მაქვს ჯერჯერობით, მაგრამ გადაიხადეთ თუ არა? არა, მე ამას არ გადავიხდი. მე უკვე გამოცხადებული მაქვს რამდენი ხანია ტელევიზიით. ნახოთ ერთი რას მიზანი. და ბევრი არაპირებს გადახდას. ძალიან ბევრი. რუსთაველი ერთი ოჯახი ვართ, თქვენ თქვით, რა გაჩვენათ ამ 131 დღემ? ჩვენ თურმე გვიყვარს ერთმანეთი. მე ამის ძალიან ისეთი სოციალიზმის კონდა შეგრძნება რომ მეთქი რაღაც ქართველი ერთმა ეჭვიანები ვართ რაღაც. არა, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და მე რა თავარია ახალგაზრდებით იმის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვართ ერთიანი ძალა. და როცა ხარ ახალგაზრდა ხარ ახალგაზრდა. მე ისეთ მე ხო 70 წლისა ვარ ახლა. მე ხანდახან ჩემი თავი ახალგაზრდა მგონი, იმიტომ რომ 100 წლის ქალიც ვნახე იქ. 102 წლის ქალი იყო, ძაღლით მოვიდა, ასე მოსეინებდა და 3-4 შემხვდა მე იქ. ისე რომ ყველა თაობა ვართ. ეს ხალხი არ დათმობს თავისუფლებას, არავითარ შემთხვევაში. ხარება კი არა, 10 ხარება რომ ჩამოიყვანო. თავისი მეტი და დანებით და ნაჯახები და რა ვიცი. არ დავთმობ ჩვენ, არ გამორიცხულია. აი ვინ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის სათავეში, იმიტომ რომ აი პრეზიდენტი ახსენეთ, ლეგიტიმური პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიებიც არიან, მაგრამ არის გარკვეული კრიტიკა მათ წინააღმდეგ და ცოტა იმედგაცრუება. მე მაქვს სურვილი. აი როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი? მე მაქვს სურვილი, წარმოგიდგენი არ ვიცი, მაგრამ მე მაქვს სურვილი, რომ ახალგაზრდები ჩაუდგენ ამას ყველაფერს. ღირსები არიან და ძალიან ჭკვიანი და ძალიან კარგი ახალგაზრდობა ყავს. აი ძალიან განათლებული, ჭკვიანი, ისეთი კი არა პარლამენტში როზიანი ესენი. აი მართლა განათლებული, მართლა პატრიოტი, მართლა ჭკვიანი და რაც თავარია თავისუფალ საქართველოში დაბადებულები, ვინც არიციან არაფერი სხვა გარდა იმისა, რომ საქართველო უნდა იყოს აყვავული და ნუ რა თავისუფალი. ახალგაზრდებთან როცა გქონია შეხება, რაღაც მოვლენები მათთვის უცნობია. თუ იციან ვინ ახართ, თუ ელაპარაკებით, თუ იპოვეთ საერთო ენა და თქვენ თუ იპოვეთ აი ამ თაობაში იმ პოტენციის ადამიანები, ვისაც აქვს უკვე უნარი გახდეს ლიდერი. დიახ, ეხლა კიდე მარტის გამოსვლები იყო, მარტის. გასული წლის. ეს არა, გასული წლის მარტის.
და ამ ახალგაზრდებთან ესენი ყველანი მოდიან ჩემთან სურათებს იღებენ შვებიან რაღაცა ესე იგი მიცნობენ მე და მე გამოჩნდა ეს ლიდერად აი ზვიად ცეცხლაძე რომელიც დღეს დაკავებულია დიახ და მე ეს ბავშვები მაპატიეთ ახალგაზრდები თე ჩემ ბავშვები არიან ნუ ეხლა რა მოხდა აწყეთ მაგათ როცა უნე ბავშვები ეს ახალგაზრდები დავპატიჟე იავნანაში რომ მოდით მეთქი ჩემთან განახებთ ფონდს და პატარა კონცერტს მოგიძღდით მეთქი მოვიდნენ მაგრამ როცა ვეძახდი ვეპატიჟებოდი ზვიადი გამოჩნდა მე და ზვიად ცოტა ცალკე იდგა მოთხარი ზვიად მეთქი გამარჯობა მინდა დაგპატიჟოთ მეთქი და ისე შემოვხედა ხო და მოთხარი ვერ მცნობ მეთქი და ეხლა ხო და აი ესე მიყურა და მომღერა რა ძლივს თქვა რა მოთ უმეღო ეგა რატო იცი ესეა რა მაგრამ მაინც ეს არ შემეშალოსო ხო და რა ვიცი ხა ლიდერი თვითონ დამოირჩიონ მაგრამ ესენი არიან უგანათლებულესი ბავშვები ახალგაზრდები ბოდიში უგანათლებულესი უპატრიოტესი აი ესენი ყველაფერი და ყველაფერს ხო ხედავ იქიდან ამხნევებენ მშობლებს იქიდან ამხნევებენ ესენი მშობლებს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებიც ანდრონის ისინიც არიან ციხეში რას ნიშნავს ხელოვანისთვის გარდამტეხ პროცესში მონაწილეობა დღეს იწერება საქართველოს ისტორია ყოველთვის იწერება საქართველოს ისტორია მაგრამ ეხლა რაღაც განსაკუთრებული პერიოდია. რაღაცნაირად ესეთი პერიოდია, რომ რაღაც ახალი ხდება ჩვენთან. აი, ძველს არ მიდივარ და ახალი შეიქმნა რაღაც მოძრაობები და რაღაც. ესე რადგან იწერება საქართველოს ისტორია, ამ ისტორიის გარშემო დაიწერება მწერლები დაწერენ ძალიან ბევრ პიესებს. ამ პიესებში იქნებიან ძალიან ბევრი მონაწილეები, შეიძლება სახელი და გვარებით. გადახედეთ იქეთ სახელი და გვარებით. და აი ამათ ზუსტად შეასრულებენ აი ეს მსახიობები. რომლებიც იცნობენ პირადად ამას და ეს არ იქნება მარტო ერთჯერადი. ეს გაყვება მე ისტორიას, მე ფილმებს გადაიღებენ და აი მაგიტომ ეშინია ყველას. ივანიშვილს მე ვიცნობ ბატონებო. ეს არის თავის ფულის მონა და მაგის მონებად არიან დანარჩენები მე ყველანი, ვინც კი მას ემსახურებიან და ეგ არის და ეგ. ბატონ პატა, აი ამ პერიოდში პროტესტის 121 დღე და მეტია, ხო უკვე? არ ქონია ცდილობა ივანიშვილს რომ თქვენთან კომუნიკაცია ქონოდა ან შემოთვლა ირიბად მის შემოთვლა არის ჯარიმები მის შემოთვლა არის ფონდი იავნანაძე რომ შემოუშვა პროკურატურა მის შემოთვლა არის ესა და ესე იმაშება რა ნუ ეს არის გზავნილი რომ გიყურებ და ვცდილობ რომ ზეწოლა მოვახდინო მე აქ ვარ და მიდი შენ ახლა იარის სასამართლოებში მიდი შენ ახლა გადაიხადე ჯარიმები მიდი შენ აი ესეა თქვენ საქველმოქმედო კონცერტებს როცა მართავდით იავნანას პერიოდში თქვენი კოლეგები სოფლიოში ცნობილი ავტორიტეტები იდგნენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვარსკვლავები არაჩვეულებრივი სახელები და გვარები აი ეხლა ოდესაც ამ ბრძოლაში ხართ და დავარქვათ პირდაპირ ეროვნულ გამოთავისუფლებელი ბრძოლა აი თუ გრძნობთ ხარდაჭერას თქვენი დასავლელი მეგობრებისგან რა არიცით ახლა უკვე მიხვდნენ რა შეაც არის საქმე, იმიტომ რომ უკვე დაინტერესდნენ. ჩემი მეგობრები მყავს ხედულობაში, რა თქმა უნდა, ვინც კი აქ იყო ჩამოსული, მაგრამ ძალიან ცუდ სიტუაცია იყო წინათ. აი 7 წლის წინ, როდესაც დაიწყო ფონდი იავნანაძე ამ დაწოლამ და როდესაც პროკურატურა, იმიტომ რომ ყველა ჩემი მეგობარი ჩამოვიდა აქ უფასოდ. ყველა აბსოლუტურად. დომიგონდა დაწყებული, კაბალედან დაწყებული, სულ ყველანი კიდე ეს ფურლანეტო იქნება, ხვარასტოვსკი იქნება. ყველა ჩამოვიდა უფასოდ. და აქ აღზრეს საქმე, რომ მე ბავშვების ფულს თურმე კლუბებიდან ვიპარავ. და ეს რო გაიგეს, რაღაც ცოტა ისე რიცით ვერ წარმოიდგინეს, რომ ამის დაბრალება შეიძლება. და ესე გამოდის, რომ მე მათ უფასოდ მომყავს და ამ ფულს მე ვიჭიბებ, ეგრე გამოდის რა. და იცი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ეხლა გაირკვნენ უკვე ყველაფერი და პირიქით აქეთ მომხნევები. ეს მორალური კრიზისის პერიოდი იყო თქვენთვის? ალბათ რთული აი ეს ძალიან ძნელი გადასატანი იყო. ძალიან ძნელი აი ზუსტად აი ამ ხრივ რა. მოგვიყევით რა ცოტა მეტი ამის შესახებ. ძალიან ძნელი გადასატანი იყო კიდე რომ ხალხის რეაქცია არ იყო ისეთი როგორც მე მოველოდი. იმიტომ რომ ადამიანმა რომელსაც თავის თვალებით დაინახა, თუ როგორ გამოყავდა სცენაზე მრავალშვილიანი ოჯახები. როგორ ვაძლევდით სახლის გასაღებს, როგორ უფინანსებდით სკოლებს, სწავლას, სტუდენტებს, როგორ ვაძლევდით საჩუქრებს, რაღაცა და ეს ადამიანი დაეჭვდა, რომ აი თურმე აქ ისე არ არის საქმე. დაეჭვდა, მადლობა ღმერთს, დღეს აღარავინ აღარ არის დაეჭვებული, იმიტომ რომ მე ვიყავი პირველი, ვიზეც ივანიშვილმა სადა ეს.
და ასე თუ ისე გავუვიდე. აი კაცი რომელიც ქველმოქმედის სახელით შემოძრა ქართულ პოლიტიკაში ხურავს ყველა საქველმოქმედო ფონდს. პირველი სწორედ თქვენი ყავით და დიდი მორალური და დიდი უსინდისო ზეწოლა იყო თქვენთვის თქვენზე ტელეეკრანებიდან, მათი პროპაგანდისტული არხებიდან, მათი პერსონებიდან, ხო, ლაშა ნაცვლიშვილი, შალვა 11 ფილმი გადაიღეს, 11 ფილმი, როგორ ვიპარავ მეფოს, რამიშვილმა და ნაცვლიშვილმა, 11. როგორ გაუძელით? არა, ნუ ახლა მე კაი რამაც მოგიყვებით მე, კარგია სასაცილო სამწუხაროს. და ერთი ფილმი გადაიღეს რაზე ბუდიში შეგაწყვეტინეთ შეგით. ერთი ფილმი გადაიღეს იმაზე რომ მახათებს თაძეც ხომ მე ვიყავი ხელმძღვანელი რო აშენდა ეს დიდი ტაძარი. იქაც ვიპარავდი თორმეფოს. და მე ძალიან გული დამწყდა ერთ რამეზე, იმიტომ რომ იქ როგორ იყო იცით, აი ყველა ხელფასიდან რიცხავდა პირდაპირ იქ. და ამას ხელმძღვანელობდა საპატრიარქო. ხმა რა მოუვია საპატრიარქოს. ხმა. როცა ნახეს ეს ყველაფერი, ვითომ არაფერი არ მოხდა. ყველა მეუბნებოდა ეს რაც საშინელი მოხდა, მაგრამ პირადად. საჯაროდ არასოდეს არ გამოუხატავთ და სოლიდარობა არ ცხადდა. თვითონ ხომ იციან ახლა რა მნიშვნელოვანია მათი ხმის ამოღება. თვითონ ხომ კარგად იციან რა მნიშვნელოვანია მათი ხმის ამოღება და რატომ? როგორ არ იციან და თვითონ ხელმძღვანელობდნენ ყველაფერს. მე უბრალოდ ხალხს მიდიოდი და პროპაგანდას ვეწეოდი რომ ბატონებო შეწირეთ ეს ტაძარი ჩვენ გჭირდება ყველას და აშენდა რაღაც სასწაული ტაძარი მახატოს. და ნუ ესე არა რა უნდა ქნა. და რო გითხარით რომ ის აი ამ ფილმებთან დაკავშირებით. ერთხელ მოდივარ ბერლინიდან მოფრინო თბილისში. ბერლინიდან მოფრინო თბილისში და მითი აირზენათი. და როცა გავიარეთ უკვე პასპორტის კონტროლი და ვზივარ მე და ამ დროს მოვიდა ერთი ქალბატონი პატარა ბავშვით. და ბატონო პატო შეიძლება ბავშვი თქვენთან სურათი გადავი. კი მე უთხარ როგორ შეიძლება მეთქი და აი ბავშვმა არ მინდა ეს პატარა ბავშვი იყო ამ ხელა. დედიკო იცი ვინ არის ეს? აი ახლა განახებო და აკრიფა იმაზე YouTube-ზე პაატა ბურჭულაძე პირველ რა გამოვარდა. ხმაზე პირდაპირ პაატა ბურჭულაძე ბავშვების ფულს იპარავს. უი ბუდიში პაატა მაპატიეთო გადააგდო მეორეზე დააჭერე მეორეზე და ეს არის ის ბურჭულაძე რომელმაც გააკოტრა. მეცინება ახლა და არა და. ბოდი შეგვიხდა ეგრე თქვენ რატო გიხდით ბოდიში? ნუ ეგ არის რა. დღესაც არის ყველა. ისიც მოგვიყევით რა. კოვენ კარტენში და სხვადასხვა საოპერო კულუარებში რომ რეკავდნენ. რეკავენ აქედან და თქვენსო ეგეთი რამე ეს. ეგ აქედან რეკავს ვიღაცა და ეუბნება რომ პატასთან მინდა ინტერვიუ. ბატონ ბურჭულაძესთან და თქვენ რატო გიკავშირდებით ჩვენ პირდაპირ? არა, იმიტომ რომ ხო შეულა პირდაპირ ჩვენ არ ვატლებთ. იმიტომ რომ 7-დან 11 წლამდე სიხე ემუქრებაო. იმიტომ ბავშვების ფულსო იპარავდაო. და ესე იგი საქმის კურსში აყენებენ და ისე მაინც გითხარით გვარი თქვენ ვინახართ და მე რომ ვიგზნო რომ აქედან რეკავენ საკიანი ვარო. ნუ საკაშვილს აღარ იზახიან. საკიან რომ ეს რო იგზნო რომ ეს არის და აი ესე რეკავდნენ ყველა თეატრში. და ეხლა რასაპირებთ? რუსთაველზე ბრძოლას რო აგრძელებთ ვიცით? არა, სანამ ჩვენამაც არ გავისტუმრეთ მე აქედან წამსვლელი არა. აი ეს უნდა გავისტუმროთ. ძალიან ახლოა ეს დღე, ნუ გონიათ რომ ეს მე დიდი ხანი მომიწევს რუსთაველზე. ესენი უკვე მალე წავლენ. ესენი ჩამოიშლე დალპენ, ესენი დალპენ, სისტემა დალპა. ხედავთ უკვე ნიშნავენ პოლიციელებს ავტონომიური რესპუბლიკის უნებულება, გუბერნატორები. პოლიციელებს ნიშნავენ. აქ ცუდად აქვს. მე ვიცი ერთი რამ. რომ ყოველას მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე, რაც დღეს ხდება. მე არ ვიცი ვინ მოხდება ციხეში, ვინ არ მოხდება ციხეში, ვინც დამნაშავეა და რაღაცა აუცილებლად უნდა ისაჯოს, მაგრამ ერთ რამე ვიცი, რომ კობახიძე ციხეში არ მოხდება. კობახიძე მოხდება სამონტყოფოში. ეს არის ადამიანი, რომელიც მე მგონი ფსიქიკურად არ არის ნორმალური. ჩემი აზრი ეგეთი. მე მაპატიოს ყველამ, ვისაც ეს ეწყინა და ეს ადამიანი მოხდება ფსიქიატრიის სამონტყოფოში, იმიტომ ის ინტერნეტ ისეთ რაღაცებს იძახის, რომ მგონი არ მგონია რომ ნორმალური იყოს. ივანიშვილი სად მოხდება? თავსუშვილის და გაიქცევა. სადღაც გაიქცევა, მაგრამ თავსუშვილი. მას აქვს თქვენთან რაიმე პირადი ანგარიშები? რა არის, იცით, მე ადამიანს უყურებს როგორ? ადამიანს უყურებს როგორც აფასებს, როგორც რაღაც ნივთს. რამდენი დაუჯდება, რომ ეს ადამიანი იყოს მისი.
მე მაგალითად როცა შემოთავაზა მან პოლიტიკაში შემოსვლა, იქაც იყო რაღაც თანხაზე ლაპარაკი. მე როდესაც მას უეროდ ხარი, რაღაც თანხა რამდენი? ნუ არ გინდათ. ბევრი, ძალიან. როდის? ძალიან ბევრი. ეს მაინც გითხარი. აი ეს იყო 2012 წელს, მაშინ. პრეზიდენტობა შემოგთავაზა. ხო და როცა მას უარს ეთქვი შენ რაღაცაზე და მან შენ ვერ გიყიდა, შენ ხდები მისი მტერი. აი ვარ მოკლედ. პრეზიდენტობა შემოგთავაზათ? არა, მაგ იყო საუბარი, რომ პრეზიდენტი და ის პრემიერ-მინისტრი. ეს იყო 2012 წლამდე. მე გავიცანი ის ჩემი დედის პანაშვიდზე. მოვიდა დედა ჩემის პანაშვიდზე, გამიცნო მე და იმის მერე ქონდა შეხვედრები. მაგრამ მე როცა უარი უთხარი, მე ყველაფერზე დავუთხარი, რომ მე არ მინდა მე მინდა ხელოვნებას გავყვე, მაშინ გამოვედით და ერთად თქვი ჩვენ პრესკონფერენცია ერთად ჩავატარეთ, არის დღესაც იმაზე, YouTube-ზე დევს ეს ყველაფერი, რომ მანაც თქვა, რომ პაატამ ამჯობინა, რომ ხელოვნებას მიხედოს და არა პოლიტიკას და რაღაცა. ანუ ეწყინა, უარი არ უყვარს. უარი არ უყვარს. თუ ვერ იყიდა ადამიანი არ უყვარს. თუ დღეს მაინც პოლიტიკურ განწყობაზე ხართ, მაშინ რატომ თქვით უარი? ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, მე ნათქვამი მაქვს, მაგრამ ერთ-ერთ თავის ყველაზე ახლობელ ადამიანზე მან სამჯერ ვიყავით შეხვედრილები. მითხრა, რომ მან გადაუხადა ფული და ეხლა ის მის გვერდში არის. და მე მაშინ ვიხდი, რომ აქ არავით ლაპარაკი არ შეიძლება ამ ადამიანთან. ეხლა არ შევეკითხებოდი, ეხლა თქვენ იმას ფული მიეცით, თქვენ ამას ფული მიეცით. თვითონ მითხრა, რომ აი მე მივეცი ფული და ეხლა ჩემ გვერდში არის და ამიტომ და მისი ხელისუფლების წევრი იყო? მაღალი თანამდებობის პირი? ძალიან მაღალი, კი. დღესაც მასთან არის? დღესაც იმასთან არის. უკვე მაგ თუ ერთხელ შეგითხრია იმან, იმო ვეღარ გაიქცე. მაშინ გაშიფრეთ ბიძინა ივანიშვილი თუ მანამდეც გქონდათ მის პერსონასთან კითხვები, სკეპსისი? არა, ნუ ეხლა მესამედ ვნახულობდი ადამიანს და უცებ მითხრა, აი, ამას მე მივეცი 5 მილიონი და აი, ჩვენთან არის და ესე ძალიან კარგი არა, მე მივხვდი რომ ამ ადამიანს საერთოდ არ შეიძლება. შემდეგ ქონდა ჩვენ კონტაქტი ასე თუ ისე ცუდი ვითომ შეხვედრები რაღაცეები, მაგრამ უკვე ხდებოდით და შემდეგ როცა მივხვდი რომ უკვე რასაც აკეთებდა, შეგვენი პარტია ვარ იქ. კიდის ფარდა გაარღვიეთ და მაშინ იყავით თავისუფალი, ხო? აი ლასკალაში რო წახვედით და წარმოიდგენით რომ იქ დაბრუნდებოდით ისე? არა, ეს ნელი წარმოსადგენი იყო რომ ჩვენ დღეს ვიომებდით იმისთვის და აქციებს ჩავატარებთ რომ უკან არ დაბრუნდეთ საბჭოთა მამის ეს ძალიან ძლიერი წარმოსადგენი იყო. მაგრამ აი ხო გეუბნით 2016 წელს მე უკვე ეს ვიგძენი. მაგიტომ გადავდგე ეს ნაბიჯი. უკვე იგრძნობოდა. აი 11 წელი დავკარგეთ. 11 წელი უკუსვლა. მე ყოველთვის ვიძახდი რომ ხალხო მოვიდეთ აზზე, თორე 9 აპრილი გვექნება გასამეორებელი. და ეს ძალიან რეალურია უკვე. რომ ჩვენ თუ ჩაგვითვლი ისე უკან, თავიდან უნდა გავაკეთოთ 9 აპრილს, თავიდან უნდა ვიბრძოლოთ, თავიდან უნდა შევეწიროთ, თავიდან უნდა ისაკეთ. ეს მიღწეული რაც გვაქვს, იმას გვაკარგებთ. ხო, კოსტავას სიტყვები, რომ თუ კი არ იბრძოლებთ თავისუფლებისთვის, დაკარგავთ იმ თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ. მართლა ეს არის. და კიდე ერთი ვიდეო დავასრულებთ, აი მეფისტოფელი რო იყო. რეალურად თქვენი პირველი როლი გამოდის, ხო? პირველი გამოდის. სპექტაკლში პირველი როლი და აი მეფისტოფელთან შედარებით, მგონი მეფისტოფელიც თეთრია ახლა ამ რუსულ ხელისუფლებასთან. რა არის იცით? აი მე ყოველთვის მეუბნებიან, აი ეს მოგერ, ხო, ეშმაკია მეფისტოფელი. ეს არის კიდე ეს ფაუსტის გუნოს ფაუსტია და არის კიდე ბოიტოს მეფისტოფელი. ოპერა ისეც ნამღერი მაქვს არაერთხელ ყველაფერი. მაგრამ ამათან შედარებით მეფისტოფელი ძალიან პატიოსანი ადამიანია. და რატომ ეგეთქვი თქვენ? იმიტომ რომ ის დაცინის ადამიანს, აი შეხო ხარ პატიოსანი ეკლესიაში დადიხარ, მაგრამ ნახე რა საკეთებ, მე შენეთ გადმოგიგდებ იმას, რა ქვია. სამკაულს იმას და ესე და თან დაცინის, თან იმუშება, ესე იგი ის რაღაც ძალიან სიმპათიური ტიპია, სხვა შორის და თუ ვინც არ წამოეგება, ვინც წამოეგება. აქ დაცინა, აქ არის დაძალება. ესენი რაც საკეთებენ. ესენი კერდაგცენიან, ესენი ძალადობენ ჩვენზე, გვასახიჭრებენ ესენი. რა ვიცი, ესენი არიან ყველაფერი ციხეში გცვავენ რა. იმაშებიან. ეს სულ სხვა რაღაცა არის. ამათ სიტყვა მე არც ვიცი რა უნდა დავარქოთ. არავით არის ეშმაკი და მეფისტოფელი და რაღაც.
50-მდე ადამიანი არის ციხეში. მე არ ვიცი რა უნდა ვქნათ ამათ გამოსახსნელად. როგორ რა უნდა ვქნათ? უკვე აი ვაკეთებთ ყველაფერს. აი ეს არის რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს. როგორც კი შეიძლება ეს თავი, ესენი ხო გეუბნებით უკვე გახსნისკენ არიან, ეს ტლპება ეს ყველაფერი. და ესენი გამოვლენ გარეთ და შემდეგ უნდა პასუხი აგოსინოს ვინც ჩასვა ესენი, ეგ იქნება. ჩვენ ხომ ახალგაზრდებს ვლაპარაკობთ, მაგრამ აქ მარტო ახალგაზრდები არ ზიან, აქ ზიან კიდე საკმაოდ 50 წლის ადამიანები, ვაჟკაცი ხალხი. იქ ზია ამაღლობელია, იქ ქათამაძე არის. იქ ხალხი ზის, ესენი არიან ყველანი პატრიოტი ადამიანები. ესე იგი დღეს ვიჭერთ ესენი ეს თვითმარქვეები სვამენ ციხეში ყველაზე წარჩინებულ ხალხს. ლექსოც ჩართულია ამ ბრძოლაში და ჩემი სტუმარი იყო არჩევნების შემდეგ და მაყურებელს გავახსენებ, რომ ყველაზე რთულ უბანზე იყო ლექსო მარნეულში. ფაქტიურად ღიად აყალბებდნენ, არანაირი ფარულობა არ იყო. ეს არ გულისხმობ მე ეს გაჟონილ ბიულეტენებს, ანუ აქ საუბრობ, უკვე პირდაპირ მიდიოდა, ანუ ჩვენ დასანახად კეთდებოდა ყველაფერი, იქიდან გამომდინარე, რომ იცოდნენ რამდენი ხმის გაყალბება იყო საჭირო და მაგდენ ხმას ფიზიკურად ვერ გააყალბებდნენ ჩუმჩუმად. სრული ქაოსი იყო რა. არჩევნებს ვერ დავარქმევ, რაც ჩემი თვალით ვნახე. და ამის შემდეგ უკვე ვინც შევხვდით, ვერა ზუსტად ანალოგიური იყო ყველა უბანზე. ანუ არ იყო რაღაც ჩემი უბანი გამონაკლისი, ყველგან ანალოგიური ხდებოდა. ადგილობრივ არჩევნებზე რას ფიქრობთ, ესეც გითხარით? არა. არავითარ შემთხვევაში არავინ არ უნდა მიიღოს არავითარ შემთხვევაში. ამათ ლეგიტიმაცია როგორ შეიძლება? თქვენ როგორ ფიქრობთ, ოპოზიციამ, სალომე ზურაბიშვილმა ამ ბრძოლას რამე დააკლო აქამდე? ზურაბიშვილს თუ დააკლო რამე? მე რაც მე ზურაბიშვილის იმას ვაფასებ საკმაოდ დადებითად. იმიტომ რომ მას რაც ეკუთვნოდა, მან გააკეთა საზოგადოებაში. აქ მას არაფერი ძალა აღარ აქვს, მე ასე მგონია. ერთადერთი რომ ხალხს უნდა რომ იყოს ჩვენი პრეზიდენტი და ეს ძალიან კარგია, მათ შორის მეც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაგრამ რაც მან გააკეთა საზოგადოებრივ ჩვენთვის მე მგონი ძალიან დადებითი. აქ შეეძლო მეტი გააკეთებინა? არა, მე მგონი რომ არ შეეძლო. მაგრამ რა არის ის აქ მე აი ძალიან არ მომეწონა ისინი ეს მოდით, აბა წადით, აბა წადით. აქ შეეძლო მას შეეძლო რომ გაერთიანებინა ოპოზიცია, მაგრამ არ გამოვიდა. მოდი ამას ნუ დავაბრალებთ. მაგრამ მე მგონი სურვილი ქონდა რომ გაერთიანებულიყო. ჩემი საზრით შეიძლება ვწდები. ოპოზიციამ რა დააკლო მაშინ ასე ვთქვათ? ისინი უნდა იყვნენ გაერთიანებულები. ან შეიძლება ერთ პარტიაში კი არა. მაგრამ გონებრივად რაღაც გაერთიანებულები რაღაც ერთად უნდა იყვნენ, ერთი მესეჯები კონდეთ, რაღაცა კონდეთ. არ ვიცი, ჩვენ რასაც უყურებთ დღეს ძალიან სავალალო სიტუაციაა დღესდღეობით. თუ ჩატარდება არჩევნები, ალბათ მაგ დროისთვის გონზე მოვლენს ყველანი, იმიტომ რომ ეს თუ მეორე დატრიალდა ჩვენი ქვეყანა მას ვერ გადაიტანს. ბატონო და ბოლოს ცოტა მაჟორულ ნოტაზე რო დავასრულოთ, აი როგორ წარმოგიდგენიათ, აი რამდენ ხანში შეიძლება რომ თავისუფალ საქართველოში 2-3 თვე. მეტი არ გასტანს. გამორიცხულია. დაიმახსოვრა. ჩვენ გავიმარჯვებთ. დაიმახსოვრა, აბსოლუტურად. ჩვენ გავიმარჯვებთ ყველა შემთხვევაში. მაგრამ 2-3 თვე და ყველაფერი მომთარგმნია. და ჩემი შეკითხვა იცით ასე ხებოდა, აი რამდენ ხანში წარმოგიდგენიათ, რომ თავისუფალ საქართველოში პაატა ბურჭულაძისთვის ოპერის კარი გაიღება და თქვენ და ივინკა ერთად, თქვენ სოფიობანი, ივინკა მეცო-სოპრანო ერთად ასანახავი იქნება და მოსასმენი? ნუ არ ვიცი, ახლა თუ მამა ჩემივით ვიზიამთ, ეს იქნება ძალიან მალე. მამა ჩემივით როგორ ახლა? მამა დამყრობოდა ყველა სოფლოში, ყველა თეატრებში, სადაც იყო, ყველგან ყავს ნანა. და სპექტაკლის მერე გამიყვანიო სცენაზე, გამოვა და დელი დელა იმღერებს იქ, ესე იგი ნამღერია ყველა სცენაზე. სოფლოში არ არის თეატრის ასე მამაჩეს ნამღერი არ ქონდა. და მას იზარდა ხოლმე მე სოფლოში ყველა სპექტაკლზე არ გინდა რატო ლაპარაკი, აი გავდიოდი და დელი. თუ ასე ვიტყვით, ძალიან მალე. და თუ არა და მოდით შემდეგ ინტერვიუში გეტყვით უკვე რა. ბაბუს უყურებთ სცენაზე, უყურებთ ქუჩაში და სად უფრო მოგწონთ? აი, ტელევიზორში ვუყურებ, ქუჩაში უფრო დიდ რას აკეთებს, უფრო ანუ დიდ გავლენას ახდენს ქუჩაში. სკოლაში იციან რომ პაატა ბურჭულაძიშვილი ხარ და რას გეუბნებიან ხოლმე? იცი, ანუ ყველა მხარეს უჭერს რა, დაბა. უმეტესობა. ერარია. შენ რატო არ გიფიქრია სიმღერაზე? ასეთი გვარი გაქვს. ფეხბურთი ნიშნავდა. რაგბი რატო არ აირჩია? ბაბუ ხო რაგბისტი იყო ერთ დროს. რაგბი
იგიც დიდი არ ვარ დავით. ბატონ პატა, თქვენი ისტორია იციან, რაგბის რო თამაშობდით და დედა თქვენი რო დაპატიჟეთ. არა, ეგ არ იციან. დედჩემ მომეჩემა. არ იცოდნენ რა იყო რაგბი. და უცებ ნახეს რომ მე მე-9 კლასში ვარ. და ეს ცოლკი ბიჭი რაღაცა მოვდივარ საღამოს ვარჯიშით, მე წვევი ვიძინებ, მეცადინებ, მივდივარ სკოლაში საღამოს ვარჯიშით. რა კაი რამე ყოფილა ისო რაგბია. მოიწონა. კეთხო წამოვიდნენ ფეგურით საყურებლად იმის რაგბის. და ჩემზე წინ თამაშობდა ქუთაისი და დინამო თბილისი. ქუთაისი ძალიან კაი გუნდი ყო, ქუთაისი და დინამო თბილისი და რაღაცნაირად ისე თამაში გამოვიდა, რომ სამმა მან სასტრაფო დახმარებამ წაიყვანა 3 კაცი. იმერას მე. ჩვენებს ზიან ტრიბუნაზე. უყურებენ ამას. შემდეგ გუდივარ ჩვენ ლოკომოტივში გავუდივართ ელმალად. და გამოვედით და ტრიბუნაზე ისდა სულ 5 კაცი. იქიდან დედაჩემი და მამაჩემი იყო 2. და უცებ მე მივიღე ბურთი და როგორც გავდივარ და რომ გავამეკიდე და დედაჩემის ყოლესთვის ეხლა მე გააგდე ბურთი. ეხლა მე გეუბნები გააგდე. მე გამივარ და ბურთი მაგრამ ყველა დაეცა, ყველა იცინოდა, იმ თელი გაჩერდა თამაში საერთოდ. ცაცუ წარკვედილი კივილის. პატა გესმით ახლა შესვენებაზე შემოვიდა და ეს შემოვაჩერე გასახდელში, მამაჩემი ოფლიანი იწმენდა იმას. ოფლიანი ესე ხოდა ის ცურსახოცი აი წურავდა ესე კიდევ და შვილო წამოდი დალიე რაც გინდა ქერი სიგარეტი მოწია ყო რეგბი არ ეს ისტორია ვიცოდი. ეგეთი რაღაცა იყო. აბა მისი გაშეგყვარდა მომღერალი. მეთენ ეს მოყავით პირველ კონცერტზე რო არ გამოხვედით, იმიტომ რომ თქვენი უბნელი ბიჭი იყო დარბაზში. ой, მეგეც მოგვიტანეთ. მე მომედგენე ხა ახალგაზრდა რო ვიყავით ჩვენ პლეხანოველი ბიჭები ვიყავით იქ პლეხანოზე ბირჟაზე რაღაცაზე და უცებ დავიწყე სიმღერა. და სიმღერა ძალიან მომეწონა, ჩემი პედაგოგი იყო დიზი ხელაშვილი. მე-9 კლასში დავიწყე მუსიკალური ატლეტი იყო 24 სკოლასთან არსებული. გავხედე იქა და მომღერლებს რაღაცა ყველას ბაფთები უკეთია. აუ, პლეხანოვი და ბაფთა ერთად არა. აი ეს სიმღერაზე არა ლაპარაკი, ბაფთაზეა ლაპარაკი. ბაფთა როგორ უნდა გაიგეთო, არა და ბაფთის გარეშე ამოსვლა არ გამოდის სცენაზე. და მე ვთხარი მე ბაფთას ვერ გავიკეთებ და რაღაცა, მაგრამ როცა მომიწია 72 წელი იყო მახსოვს ჯემალ გოკელის დირიჟორობით უნდა მემღერა ფილარმონიის მცირე დარბაზში. უნდა გამოვიდე რაღაცა და გავიხედე, გამომაცხადეს პაატა ბურჭულაძე მღერის იმას, ცანგალას კუპლეტებს და რომ გამოვიხედეთ იქა და დავინახე ერთი ნუ რაღაცა იმდენი ადამიანი რა იყო, მინ მოვიდოდე ხა იმ კონცერტზე, სტუდენტები ვიყავით და ერთი პლეხანოველი ბიჭი ზის იქ. გამოვიდე იცით. აი ერთი მომენტი აი გოლის აქე და წადი გადის სცენაზე მეორე არავინ იმარო დაგენახოს მე. მე წამოვიდია ხვალ პლეხანოვს ეცოდინება. მე გამოვედი მღერალი ბაფთან ისა და ნუ გამომაცხადეს ერთ წუთი და ბურჭად მეორე გამოვედი მესამით მე უკვე ვიყავ ქუჩაში გაქცევა. და დედა იქ იყო? დედა, მამა ყველანი. აი იქ არის გელოდებათ. და მე როგორ დაუბრუნდით სცენას? მე დაუბრუნდები. მე კონსერვატორიაში შევაბარე, იმიტომ რომ მე მიდოდა პოლიტექნიკურში. ეს პოლიტექნიკურში ჩავაბარე ჩემით. იმიტომ რომ მე მიდოდა ეს. და კონსერვატორიაში ჩავაბარე დედა და მამის ხთხოვნით. და აი ესეთი მერიდება კიდევაც ამას საუბარი, მაგრამ ესე იყო ნამდვილად რომ თუ გინდათ რომ ჩავაბარო მეთქი კონსერვატორიაში მიყიდეთ მანქანა. აჰა. მამაჩემ მითხრა კარგია, ჩავაბარე და გიყიდია. მე არ გავტეხე სიტყვა არც იმას. მამაჩემს რანტ შეძლებოდა მაშინ მანქანის ყიდვა, მე კონსერვატორიაში არ ჩავაბარე. და დღეს აღარ გიყოლებოდა მსოფლიო მანი. პოლიტექნიკურიც დაამთავრეთ პატა. პარალელურად ერთად დაამთავრეთ. როგორ სწავლობდით პარალელურად? დილის და საღამოს დასწრებულს. ესე იგი პაატა ბურჭულაძე მშენებელი, მსოფლიო ბანი, ოპერის მომღერალი, რაგბისტი და ქველმოქმედი და სოციალური აქტივისტი. და სოციალური აქტივისტი და საზოგადოების ლიდერი, საზოგადოებრივი ლიდერი, მოკლედ. მე მინდა გაგახსენოთ რუსთაველის ერთი დღე. აი ზუსტად გამახსენდა, მეც ეს უნდა მეთქვა. ჩემთვის დავიწყარი, მე თქვენ დაბადების დღეზე ნამყოფი ვარ, შემიძლია ვთქვა და ძალიან ვამაყობ და ვიამაყებ ამით კადრებსაც ვინახავ ჩემს ტელეფონში. მე მინდა დიდი სიამაყით ბატონ პაატას ვთხოვო ამოვიდეს სცენაზე. ბრავო! ეს ჩემთვის არის უდიდესი
ვიცით რომ მე და რა იყო ეს დღე თქვენთვის? რა ვიცი, მე 60 წლის რო შევცვლდი, მაშინ და ეს რო ჩაატარეს ის საღამო ორგანიზატორებმა. მე ვფიქრე, რომ ეს იყო რაღაც ამაზე მეტი რაღაც უნდა მოხდარიყო. ხა სპორტ სასახლე გატენილი, აღანდილონ ჩამოვიდა ამცეთ მომღერლები შენ იმღერიან ჩვენი ვარსკვლავები ყველანი ქალბატონები. მაგრამ თურმე არაფერი არ ყოფილა იმასთან შედარებით, რაც იყო. აი, რაც მოხდა რუსთაველზე, აი ჩემი მსვლელობა რო იყო და ოპერის აი მის ღირდა ცხოვრება მთელი ჩემი ცხოვრება. ყველას მოადგა ცრემლი თქვენც და ჩვენც ყველა ვინც იყო. არა, მე ამას არ ვიყავი ასეთ იმას. როგორ გავიამბავი რო არის? ძალიან ძნელი იყო, ძალიან ძნელი იყო. და არ შეუშვეს ოპერაში, ნუ. არა, ვიცოდით ერთი თეგი შანტოდის, მაგრამ ეხა ეს რეალობაში გაცოცხლდა, რომ სარაჯიშვილი როგორც და გამოვიდათ უფრო არის. რიჩიაც გააკეთეს, მათთვის უფრო და არის. პირველი ჯარიმაც დაბადების დღეს შეფერდა. ეს როგორ იყო, იცით 12-ში ხო ეს მოხდა 13-ში უკვე ვეღარ მოიწმინეს და ჯარიმა პირდაპირ სახლში მომდა. მე მგონი ზუსტად მაგ დღის გამო დაიწყეს ზუსტად. თქვენი დაჯარიმებები. ეგ არ გაპატიეს. ამ ხელა სიყვარული, რაც მიიღეთ. ამისთვის ეს ხო სასწაული. ამეთი უკვე რაღაც მე ამისთვის ღირდა ცხოვრება, იმ ერთ წუთისთვის, რაც მე იქ ვიგზენი ხალხისგან სიყვარული და ეს რაღაც მომენტში პაუზა გქონდათ, ხმა გაკითხდათ? იქა, აბარა. როგორ შეიძლება ამის ატანა? ძნელია, იცით, არ გეგონა ადვილი რო არის, რო აი თქვა ამ ხელა სიყვარულის მიღება, ის უნდა გაატარო შენშია რა. ძალიან ძნელია ეს, ამას დიდი ის უნდა რომ აი ხელა სიტყვა სიყვარული გაატარო შენს გულში. აი ირინკას მინდა ვკითხო, ამ ემოციებს რო უყურებთ და ეხლა რუსთაველზე რაც ხდება, კი არის გადამწყვეტი მომენტი და მართლა ღირსების ბრძოლაში ვართ, მაგრამ ცოტა საშიშიც არის. და აი ბაბუ იქ რო დგას, ლექსო იქ დგას, თქვენც იქ ხართ, აი რა განცდები გაქვთ? რა თქმა უნდა, ძალიან მეშინია, იმიტომ რომ ყველაფერი მოსალოდნელია ეხლა შეიძლება ადამიანი წავიდეს სახლიდან და მოვიდეს შეიძლება არ დაბრუნდეს სახლში. ანუ ძალიან რთული პერიოდია და იმის და მიუხედავად რომ მეშინია ამ სალონები რომ არ წახვიდე, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან კარგ რაღაცას მოიტანს ჩვენთვის და ჩვენ უმოგვისთვის. თქვენც ამათთვის ხართ ბატონ პატაგარეთ? რა თქმა უნდა, მაგრამ ბოდიში და მეც მინდა კარგ ქვეყანაში ცხოვრება. რატომ უნდა ველოდო მე მაინც რა მე რომ მოვკვდები ამათ კარგად ვეძ მეც მინდა კარგად ვიცხოვრო მე მგონი ეგრეა. ხო ცხოვრობდით თქვენ კარგად. თქვენ ხო შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ საუკეთესო ქალაქში. აქ მინდა კარგად ცხოვრება. ეს არის ჩემი, აქ მინდა კარგად ცხოვრება. ეს არის ჩემი ქვეყანა. მე რა თქმა უნდა სხვაგან ბერლინში წავიდეთ, სახლიც მაქვს, კარიც მაქვს, ყველაფერი მაქვს, იქ რა ვიცი. სადაც არ წავიდე, ყველგან მეგობრები მყავს, მაგრამ რა აზრი აქვს, ეს არის ჩემი სამშობლო. მე თავს აქ ვწონყარ. შენ ედელვაის არ იმღერებ? მოდი მე და შენ ერთად ვიმღეროთ. Edelweiss, every morning you meet me. მერე? In and wise, and time. You are happy to meet me. ბატონო, ოპერა რა არ ყოფილიყო, რა იქნებოდა? აი როკი, ჯაზი, ესტრადა. არა, იქნებოდა მშენებელი რა, ეგ იქნებოდა. დავამთავროთ რა თქმა უნდა ამ ნოტაზე და ჩვენს მაყურებელს ვთხოვ გამოგვიწეროს, დაგვალაიქოს, გვიყუროს და იყოს ჩვენი ერთგული მაყურებელი, YouTube-ზეც, TikTok-შიც, Facebook-შიც, Instagram-ზეც. და ეს არაჩვეულებრივ ინტერვიუებს მოისმენთ ჩვენი მონაწილეობით. On time, online.